მეგობრებო, სასაცილო სიტუაციაში ჩავარდეთ. ეხლა საჭმელი შევჭამე, აქ მაღაზიაში ვარ და დაიკეტა მაღაზია და მარტო ვარ მაღაზიაში. ის არის რა. პატარა ჰამბურგერი შევჭამე და წამოვედი, აქეთ კარებია და დაკეტილია კარგი. და მაღაზია ნახეთ, რა საინტერესო მაღაზია. ეს ინდიელების ნაციონალური ტანსაცმელები, სუვენირები, ასე შემდეგ. აქ არქერარია და ასე წამოვედი, ნახეთ, აქედან შემოვედი. ეს ფანჯრები და კარები დაკეტილია. Excuse me, it's a door is closed, yeah? Oh, დამინახეს ახლა და ეს საინტერესო მაღაზია. It's a very beautiful shop. Thank you so much. Yeah. I didn't mean to hold you hostage. Over here, good, very interesting. If I get here, Yeah. sorry. No problem. Thank you. I'm going to let you go this inside. way. That lock is kind of tricky. Okay. Thank you very much. Okay, for coming very much. in. No problem. Have a good You night. too, thank you. გამომიშვეს. ბავშვთანეთად მორბის და გონია რომ მაღაზია ღია, მაგრამ არა, უყურეთ. 7 საათზე იკეტება 7 PM. Hello. როგორი შეგრძნება გექნებოდათ, მეგობრებო. ასეთი რაღაცებიც ხდება. ეხლა მე ვიმყოფები ბოდიშის გზაზე. ნიუ მეხიჩკო შუა გზაზე ვარ რა. და ეს ასეთი სოთოშიც რა ქვია? რანჩა რა. Flying ranch. ესეთი პატარა მაღაზია და შიგნით რო შეხვა, მთელი სუვენირებია, ეხლა რო დავდიოდი. ეგ მომენტია და იქ არის ერთი ჩვენი მანქანების გასაჩერებელი. ესეთ აქეთ პატარა გრილ ჩილი ქვია. დამეზარა ეხლა მანქანაში ჯდომა და ავდექი და შევჭამე. მაინც ზოგჯერ არის ხოლმე რომ ეხლა მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე ამ ჰამბურგერებს, მაკდონალდებს და ასეთ რაღაცებს, მაგრამ ზოგჯერ აი სიზარმაცე მოგაწება და მოდი ამ შევჭამ ხოლმე. მაინც არის თავისი ის არის. თუმცა კაცრი ვარ, მაგრამ ძალიან კაციც არა ვარ. 7 საათის შემდეგ ავჭამ საჭმელს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მოგინდება ხოლმე და ეგ მომენტია და შემოვედი ამ გრილ ენდ ჩილში და აქ ვიჯექი და მე ჩაიკეტა მაღაზია და ნუ თქვენც ნახეთ უკვე როგორ გამომიშვეს. აქ არის ამდენიმე ტრაილერი დგება, ლოგბუკის საშუალება არ მქონდა და გავჩერთ. უნდა გააკეთო ამ შემთხვევაში ისეთი საინტერესო ადგილი არა, თუმცა ეხლა იქ რო ჩავკეტელიყავი მაღაზიაში, უკვე ბევრ რაღაცას დავათვალიერებდი და უფრო წაიქნებოდი. როგორი მანქანაა ძველებური. ჩემი მეზობელი იქნება და ჩვენი ჯორჯი აქეთ არის. ღამე მომიწევს გასვლა, იმიტომ რომ გამოცხადებულია ქარიშხალი. დიდად დატვირთული არა ვარ, რაღაც ერთი 25,000 პაუნდით ვარ. და რა იქნება, როგორ იქნება? იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. აბა გავიაროთ იქით, მაგრამ არაფერი არ არის იქითაც სულ მინდორი და ტრამალებია. ვარსკვლავები ზემოთ. ჩემი შოთა უნდა მოსულიყო და მომყვება და ჩვენ გვეგონა რომ აქ ვერ მოვიდოდა რა, მაგრამ აქ ადგილები არის. ბოლოს რომ მოვიდეს იქეთ კი მაგრამ
მაგრამ შოთამ თქვა რომ მე მინდაო რომ ხვალ ქარია ძალიან დიდი ქარიშხალი გამოცხადებული და შოთამ თქვა რომ მე ვახლა ამასო ამ მონაკვეთსო გავივლიო წინო და რაც შეიძლება მოშორდები ნიუ მეხიკოსთან და მაგას 3 საათის საშუალება აქვს და ვინაიდან მე გუშინ პოლიციამ გამაჩერა და შემიმოწმეს გზაზე დრო დამიფიქსირეს და აქედან გამომდინარე შემდეგი კალიფორნიისკენ 3 შტატი მაქვს გასავლელი და არ მინდა რიქ ალბათ ხვდებით მე რასაც ვამბობ ეზოპესენით გელაპარაკებით რომ ცოტა პატარა რაღაცა გავაკეთოთ ამიტომ ვერიდები და არ ვიცი იმედია მეც მინდოდა ეხლა ეს მონაკვეთი გამევლო მაინც ხალახან დიდი ქარია მოსალოდნელი მაგრამ მიჩემნია ისევ ჯობია არ დავარღვიო იმიტომ რომ ძალიან სიკაცრია გზაზე და აქედან გამომდინარე დაველოდებით ხვალინდე დღეს არა ვასკლავებია მაღლა ადრე ბავშვობაში მახსოვდა რომელია დიდი დათვი დიდი ირემი რაღაც ვერ ხედავ კარგად მაგრამ აგერანი გონდი დიდი დათვი აქეთ ირემი არის უნდა ჩავიხედო ასტროლოგიის წიგნში და მე გავიხსენო ხა ზუსტად აი ეს არის გორი პოლარული ვარსკვლავი რამდენი ვარსკვლავებია ისე მოვა ისეთი დრო რომ როგორც ადამიანები რომ დაფრინავენ აი მოინდომე ვარსკვლავზე წასვლას და დაждები რაკეტაში ან კოსმოსურ ხომალდში და გაფრინდები საინტერესო კი იქნება აი ვარსკვლავები კარგია ვარსკვლავები, კარგი, მაგრამ აი ეს არის პოლარული ვარსკვლავი. ყველაზე მაგრა კაშკაშებს. როგორ მახსოვს სოფელში ან სადმე რომ წავიდოდით და ბავშვები წამოვგორდებოდით ბალახზე და ვარსკვლავებს უყურებდით ზაფხულში. რა საინტერესოა. ფიქრი რა ამხელა სამყაროში, ამხელა galaktikებში და ამდენ ვარსკვლავებში ან ციურ სხეულებში სხვა არსება, ცოცხალი არსება არის თუ არ არის და ეს ფიქრი კაცობრიობას არ ასვენებს. ასია თუ ისია შეიძლება ბოლომდე ვერ ხვდები სამყაროს პრინციპებს, სამყაროს დანიშნულებას, სამყაროს არს, მაგრამ ფაქტია რომ ლამაზი და საინტერესოა. ხომ ეთანხმებით მეგობრებო. და ვინაიდან აქედან გამოდიოდა რომ სამყარო ლამაზი, მშვენიერი და ბედნიერი ის არის კარგია. ჩვენ ზღო ბედნიერებისთვის ვართ გაჩენილები და ვისარგებლოთ და ვიხაროთ. და სიტუაციას არ უნდა ჩავარდე. მაღაზიაში ჩაკეტავენ, არ ჩაკეტავენ. ციხეში ჩავარდები, არ ჩავარდები. პოლიციელი დაგიჭერს, არ დაგიჭერს. ნოუთბუქი გამოგივა, არ გამოგივა. მაინც ყველაფერს შევხედოთ სინამაზის თვალით. საქმეც ის არის, რომ ყველა გადაშაჭრილი საკითხი ილახება. თავარი ავიღოთ შვიდები, ვიღოთ წყნარები და პატარა გონებას დავატანოთ ძალა და ენერგია. კარგით მეგობრებო, ესეთი ვიდეო გამოგივიდა. ეგ თქვენ დაგემშვიდობებით და იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. კიდე აგე წავარჩემ
ჩემს ჯორჯუნასთან და გავათენებთ ღამეს. არა ჯორჯ. მშვიდობისა მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ ვიდეოს. ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე ყოველთვის ცხოვრებაში კარგი, ლამაზი, ის ვნახოთ, ეს ვნახოთ და ყველა პრობლემა უნდა გადავნახოთ. შვიდ და წყნარად, მაგრამ ზოგჯერ მაინც გითხრებს, რატო არ გინდა ეს პრობლემები და გინდა არ გინდა გადასალახავი. ეხლა რატო დავიწყე ლაპარაკი? ეხლა ღამე გამოვედი. ხვდები რომ გუშინ ხვდები რომ ის არის ქარი იქნება მეთქი და ეს ქარები გამოვიარე და ეხლა ეს გავწმინდა მეთქი ამაში. აი ეს კოვოების ის და მე შევამჩნიე რომ თუმცა ეს ბორბალი არა მაგ დაშვებული. ეს იმათვის ვინც წვიმანები აინტერესებს. ხშირად ამბობენ ხოლმე ჩვენი აყურებლები რომ წვიმანები გვაჩვენეო და აი ნახეთ შეხედეთ. ასე უხვევდი და შევამჩნიე რომ აი ის ახლა რუსმანი შეერჭო, რა შეერჭო, არ ვიცი. კიდე კაი შევამჩნიე, შეიძლება არ ვიცი რაც არის. ესეთი ასია თუ ისე, ვინაიდან ეს ჩემი ქირითა მაგ-ეს მანქანა აყვანილი, ჩემი გასაკეთებელია ეს. ეხლა პრობლემა რა გვაქვს? პრობლემა არა, просто უბრალოდ ერთი მხრივ ხო ვამბობ ხოლმე, ცუდი უნდა შეცვალო კარგით. ეხლა ცუდით რო დავიგრუზოთ, დავიმუხტებით, ცუდად და უფრო ცუდი იქნება, ხო? მაგრამ აი ეხლა პრობლემაა, ხო, უნდა გამოცვალო ვიტვინ, მაგრამ კარგი ის არის, რომ აგერ მოვედი და შორს არ მინდა არასდროს წასვლა, იმიტომ რომ არის სადაც შეიძლება ბორბლის გამოცვლა, გარემონტება, აი იქითაც არის, აი ესა და ესეც არის. ეხლა რა ხდება? რა ვიცი, რატომან დაკეტილია ხა კვირა დღეა, თქო გვიან მოვლე. ეხლა ეს კი დადგა ახლა. მაგრამ უბრალოდ რა მინდა, იცი? ესე იგი ფასებზე ეხლა ლაპარაკი. ეხლა ლავსი კი არის ბრენდული, მაგრამ ლავს რა ახასიათებს? იქ თუ ლუსმანი იპოვეს, ლუსმანი თუ იქნება შერჭობილი, არ გაარემონტებენ და მთლიანად ახალ საბურავს დამაყენებინებენ. აქედან გამომდინარე, ბევრის გადახდა, ბევრი რო არ გადავიხადოთ, ჩვენ გვირჩევნია მივიდეთ უფრო ადგილობრივებზე. იტო კომპანიას მე ამას ვერ გადავახტევნებ, because საბურავი ნამდვილად კარგია და არ ვიცი ახლა ესეც ადგილობრივია და ისიც ადგილობრივია. ეს ლავსის არის. სპიტკო. მაგრამ სამწუხაროდ ყველა დაკეტილია. ცუდი საბურავი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეტყობა რაღაცა შეიძლება სახეში შეიძლება არ ვიცი. შეიძლება მოსახლეში განმუტრია და მაგრამ ისეთი მოსვლაც არ გამიკეთებ. ასია თუ ისე ეხლა საქმე რაშია? გახსოვთ ალბათ თქვენ გითხარით რომ ძალიან მაგრა გვეჩქარება და დროიდან გამომდინარე იქ ლოს-ანჯელესში თუ დავაგვიანე, მე პიკაპზე უნდა წავიდე და იქაც თუ დავაგვიანე, მე ამერევა კვირა. და აი ეს პრობლემა დაგვემატა. გადასაჭრელია, უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაც დაკეტილი ჩანს ყველაფერი. ეხაც ეს მანქანები დგანან. ეთყობა ელოდებია, რიგია, მაგრამ ცვლის ნახევარია და დაკეტილი რატოა მაინც ვერ ხვდები. და მე უფრო ამაზე მაქვს. აი ამაზე მექნება აქცენტი, იმიტომ რომ აქ უფრო ადგილობრივი მგონია. We fix trucks, diesel repairs და Baker diesel repairs. აი კონიცარიელია. დაცვა არ მოვადგე. რომელ საათამდე არიან თუ? ხა ეს. ხა მგონია ჩვენ ცუდი იყოს, მაგრამ თავარია. shows entrance parts. Okay.
the front door. Say again, sorry? Call the number on the front door. Say again, sorry? Call the number on the front door. Just had to call, yeah? Okay. ესე იგი, აქ ვიდეო კამერაა და დარეკეო და რომეზე დავრეკავ ახლა. ერთ სიტყვით დავრეკე და ჩვენ მოვართ 10:30-ზეო. მეთქი ახლა იქ მანქანა დგას, აქ მანქანა დგას, მოდი მე მოვალ აქა რა. მეუთხარი ახალი საბურავები რამე გაქვს, ყველაფერი გვაქვს და უბრალოდ 10:30-ზე მოვართო და ჩვენ ახლა მოდი დავდგეთ ეს ადგილი, მაინც გამოვიყენოთ. შეიძლება როგორ დავაყენო ერთი უცბორს. უკანასვლი თუ წინასვლი თუ ეს შემიძლია ასე წინ დავაყენო ცხვირი და იქით გავიდე ან უკანასვლით აქით წამოვიდე, მაგრამ ნახოთ აბა იქ გასასვლელია. თავარია ადგილი დავიკავ. იქით ეტყობა ეზო არის. თან ვირბინოთ ფიზიკურათაც. საავადმყოფოდ ალბათ ასე შემოვა და ასე გამოვალ. კარგი. წავიდეთ იქით ისა. ვინმე მართან ბასწროს თორე ამ ბოლოდო სულ მასწრებენ ხოლმე. სპორტსმენი კაცი ვარ. ატონა დავასწრებინოთ. ესე იგი, აი ეს მანქანები დგან არ რიგში. აქეთ. ესე იგი, მაინც ესენი თავი დროზეც რომ მოვიდნენ, მე მაინც გვიან მომიწევს აქ რო დავდგე. და მეორე ეს მანქანაც აგერად დგას და ნუ არჩიე ფასებიდან გამომდინარე მაინც იქით ვარჩი. ჯორჯ, წავიდეთ აბა. წავიდეთ, იმედია იმე მარ დაგვასწროს და ეს შუშა მე გავწმინდოთ. ახლა რომელი საათია? ესე იგი რომელი საათია? ახლა არის 8:30. 1 საათი მოგვიწევს ლოდინი. თორე ჩვენ ადგილას დავდგეთ. სამუშაო წვიმანები. Fixed tracks after hours, okay. ესე წინ ცხვირი დავდგები და ყოველ შემთხვევაში პირველი ვიქნები klientებს შორის. Okay. Turn left on Preston Drive, then take the first right. In 1/4 mile, turn right on Horizon Boulevard. Всё. ავჭირდით. ეთი ნახოთ აბაჭ. მე თავი ლუსმანი არ იყოს ან რაღაცა რა ვიცი რა ას გაიგებ. ეხლა რომ გამოვიარეთ შეიძლება ვიპოვო კიდევაც მიზეზი. აბა სად არის ლუსმანი ან რაღაცა. სავარაუდოდ ახალი საბურავი ნამდვილად არ დამჭირდება, ეხლა $500 გადახდა მინდა, ეხლა ჩვენ გვინდა. რემონტი ამდენ აიეთი $50 მონა. ორი მიზეზი ვიპოვოთ, მიზეზი. ვერაფერს ვერ ხედავ. თუ წავიდა და და სწრაფად არ მოდიოდი, თქვა წავიდა და რუსვანი და ის არაფერი არ არის შეჭობები. თავარია გვერდებიდან არ იყოს. და გვერდებიდან შეჭობილი თუ არის ადგილობრივი აკეთებენ, მაგრამ იქიდან არის რამე შიგნიდან. არაფერი არ ჩანს, მე ვერაფერს ვერ ვამჩნევ. ეხლა რამდენი წამო და უტრიალო ზემოდან ქვემოდან მაინც ვერაფერს ვერ უშვერი. დაიშალოს და ინახოს. კარგია რომ ეხლა წამოვიდე ნიუ მეხიკო, ყოველ ესეთი ადგილია, სადაც ტრაქსტოპებია და სარემონტო ისინია და ესეც ხო გამართლებაა რომ მაინდა-მაინც აქ შევამჩნიე. ეხლა ხო შეიძლება მე შემემჩნიები და სადღაც შუა ტრამალებში და
ახლა გამოძახება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ ამ სწრაფ სიარულში რომ მევლო ამითი, მე გზაში გაცვითავ და ას კი ცუდია ვაგვიანებ იმ ადგილას რაღაცას კალიფორნიაში ჩასვას, მაგრამ всё, კარგად აღარ გვინდა წუწუნი, უზღუნი დაველოდოთ სიტუაციას. ისე აი ეს რა საინტერესო რაღაცაა, ნახეთ. ასე რაღაც არ მინახე, ეხლა მე მივარ კარებთან. Hi, you are currently being recorded. Hello. აღარ მეუნება, ნახეო. რა საინტერესოა. პირველად რომ მოვედი ფეხით. იქიდან ის მეუნებოდა რომ ამ ნომერზე დარეკეო. მეთქი ვერ გავიგე თავიდან და მე რომ მივედი კიდე ამ ნომერზე დარეკეო და ეხლა მანქანა ხომ მოვაყენე. მანქანით ხომ მოვედი, დავაყენე და რომ მივდივარ, ვიღაცა ხალი მეუნება ხაი. და ისა. მაგ შემთხვევაში ის ბიჭი არაფერს არ მეუნება. წადი დარეკეო. აბა, მოვიდეთ. ესე თავიდან მივიდეთ. არაფერს არ მეუნება. ეთყობა რომ დაურეკე, იმან უკვე გათიშა. უკვე იცის რომ კლიენტი ყავს და ტექნიკა ჩემი ინტერესი ხო იცი არ მახსენებს რა. ეთქმა დავალაპარაკო, ერთხელ მოვსინჯოთ და რას მეუნები? ჰაი, დაიწყე კიდე. ჰაი და მე აღარ მესმის რას მეუნება. ჰაი. მას არ იღებს. აბა ისე თავიდან მივიდეთ. პატარა იაღლიში მომივიდა, მოდი ხა ჩავждები მანქანაში და გეტყვით. ესე გირამო. ეხა ხო დავდიოდი და მოვდივა და იმის ჩართვა რომ მინდოდა და დამირეკა უკვე ვიღაცა ფაქტობრივად იმ კაცმა და რას დადიხარო, რას იღებო, ჩემი მეებსო და მეთქი არა მეთქი, просто აქ ვარ მეთქი და დავსეინობ მეთქი და ხო, კაიო და მევთხარ ჩემ მანქანაში ჩავждები მეთქი. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. თან ასეთი რაღაცა მითხრა, რას უღებო ჩემ იმასო, შოფსო რა. მეთქი მე ვარჯიშობ მეთქი და რაც არ უნდა ისეთ ადგილას იყო დაკალკულ ადგილას და კონტროლორ ადგილას ხარ, ყველაფერი კონტროლდება. მოდი მე ხლა ამ ადამიანს არ გავაღიზიანებ და ვიჯდები მანქანაში და ჩავიხედავ ჩემ ტელეფონში. გადავხედავ ვისი დაბადების დღეა, რა არის მოსალოცი, ვინაა მოსაკითხე, გადმოვრეკავ და ამაშობაში ალბათ ეს ხელოსანიც მოვა და შეუდგება საქმეს. გასული ვიყავი და მაგრამ მოვიდა ეს მანქანა და რაღაცნაირად ბრაზიანი კაცია რა. მოვიდა აქ რა გინდაო. მეთქი ესა და მოდი შემოდიო და ნახოთ აბა როგორ გადავიღეთ მოსებული კაცია. ნახოთ ეხა ამათი ხასიათები და ესენი ჩვენ. უნდა შეგვაწუხოს. აიმებში წავედი სამქროებში და 5-6 საათი უნდა დაილოდო და აქ ეხა ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა. აქ რომ დავდექით, აი ეს კაცია რა, თავისებური კაცია. არ გავაღიზიანო ეთყობა. ასაკოვანია და რამდენად ჩემოვა ეხლა კონტაქტში. გაპრეზებული სახია კრა. მეგობრული სახე მივიღო და შეუდგეთ. შეუდგა საქმეს. პიტაპი შეუდგა. პიტაპი მიადგა, ეს იყო. აი არჩევანი გავაკეთეთ. მეგობრებო, ვიქტორინა ხვალ გავათამაშოთ. ჯერ მიზეზი არ ვიცი და რა დაჯდება ამის გარემონტება. 50, 60, 70, 80, 100, 150 დოლარი. ესე იგი, კითხვა რამდენი დაჯდება ამის გამოცვლა. ცოტა ბრაზიანი კაცი კია, მაგრამ ნაკჩი არ შემოდის.
ანდაბას იყოს, რაცა უნდა ხასიათი ქონდეს, ნახეთ, უყურეთ. აქეთ საამქროში ვიყავი, მივედი 10 კაცი დგას რიგშიო და იქით მითხრეს 3 საათი მოგიწევს ყოფნაო. იქაც ხალხი და აქ ეხა პირდაპირ მოვადექი ახლა. პირდაპირ შეუდგა ანდაბას. I'm lucky, I'm first person here. Yes. In Sunday you came lately, yeah? Sunday. Yes. Okay. Yes, no სიძახეს, მეტი არაფერს არ იძახეს რა. არ შემოდის კომუნიკაციაში. საქმე გააკეთოს და ჯანდაბას თუ შემოვა. მეც არის ახლა ეს კაცი, ჩემზე უფროსი კი იქნება. თუ წელი გაწუხებს აბა რა ის იბრალია. I just looking but cannot find some nail maybe, yeah? I don't know. I see. შეიძლება არ ჩანს ახლა. აბა დაშლის და უკვე წყალში ჩადებს. ასეთი ტიპის კაცები ბრაზიანები კი არ არიან, просто მუშები არიან და უბრალოდ შეიძლება რაღაცა ის არ ყოფნით რა, ინტელექტი თუ განათლება, ეხლა ცოტა ცუდად არ მიდავთ ხო არა? აი, როგორ არის თავისთვის არის რა. აი ზოგჯერ ხო საუბრობთ ხოლმე ჩვენ ფსიქოლოგიური ამბებს და აი ამ კატეგორიებს ეკუთვნის ახლა თუ შემოვიდა კონტაქტში, ნახოთ. დაბერავს. დაშლის. შეიძლება კაცარი ბრალი პირგის ბრალი. ესე ასეთ საამქროებში ყოველთვის ჯობია მოსვლა, იმიტომ სხვა საამქროში შიგნით არ შემოხვიდე, იქით არ გამოხვიდე. ამიტომ ყოველთვის ძოლებისთვის ვიძახი. სარემონტოდ იაფიც არის ასეთ ადგილას მოსვლა და სწრაფადაც კეთდება. ეს რა რეებია აქვს. მარიცი მაგას მე ვილაპარაკობ, მოდი ჩვენ ამბავს მიხედოთ. ეხა ბერავს იმას და გამოჩდება. ასეთი საამქრო საქართველოში კი გახაჩავს ხო იცი. ეხა ჩინეთი და ისინი რომ დაიწყებენ ტრაილერებით სიარულს. მაგარი მოთხოვნადი იქნება რა არის, არაფერია, კონსტრუქცია მარტივი, კინი ზემოდან გადააფარეთ იმას. უწვიმ არ ჩამოვიდეს და იმუშავე რა. თო ამის თუ კითხვა ამისია ეს. თან მეშინია თავისებური კაცი როა რომ კითხვა ამისია ეს ისა. ეს საამქრო. My friend, it's yours? It's your owner? Yes. მე ვარო. Very interesting. When you looked me for video shops, it was so funny. You controlled everything. It's okay. თავისებური კაცი არ უნდა ლაპარაკეთ. კაი, ესე იგი. მიზეზს ეწევს და ვერ პოროს. We cannot find reason, yeah? საიდან გამოდის ეს ჰაერი? ესე იგი ჰაერით დატენა დაუშვა და ვერ პოულოს მიზეზს. ეხლა წყალს ასხავს, რომ იქნებ იპოვოს ეს ბუშტები თუ გამოდის საიდანვე. პიპკის ბრალი ხო არ არის ნეტავი. გამიბრას და აქ ნუ დგახარ იქო. დადეკუ. არის ემო. აიდან შევხედოთ. ეს იგი მიზეს ვერ პოულობს რა. ეხლა ცოტა ნერვები მოიშალა.
ედო ჰაერი დაბერა და ერთადერთი პიპკის ბრალია ვითომ. როგორ მოგწოთ მეგობრებო, ჩემო პაპარაცული. ეს ვიღაცა მოვიდა. My truck, the trailer, flat tire, can you change for me? Are you okay? ეს მოვიდა არაბი ინგლისური არ იცი რატო ვერ მიხსნიო რა გინდა. სხვა კლიენტია და წვიტე საუბარი ჩემი პაპარაცული ისა, მაგრამ არ უყვათ რა გადაღება, არ უყვათ რა. ავხნა. ჩემებურად. ესეც ყველაფერი ნატურაში და ბუნებრივად ხდება. ეხლა ჯობდა რუსმანი ყოფილიყო შერჭებული თუ აი ესეთი მიზეზი არა გამორიცხული თუ რუსმანი არ არის შერჭობილი და ის თქვათ ეხლა რუსმანი ყოფილიყო შერჭობილი იმას ლატკას დაადებდით და უკვე მიზეზი გვეცოდინებოდა და ეხლა ამ შემთხვევაში საიდან მოდის რომ პიპკის ამბავი თუ არის აი ფაქტია ესე წყალს ატარებს რომ მიზეზი გაიგოს რა საიდან გამოდის ხაერი და უბრალოდ რატო დაიშვა ეხლა ორმოში რო ჩამხდარიყავი არის ხოლმე მასე შემთხვევები ორმოში ჩახტები და მე დაიშვეს მაგრამ არსად ესეთ ორმოში არ ჩამხდარო და აშკარად ბრაზობს რომ მიზეზს ვერ პოულობს ისე დაამატებს ხაერს ისე პიპკის გარშემო ტრიალებს გონი იპოვა მიზეზი იპოვა აი იქნებოდა რომ მისულიყავ მაგრამ იმდენად თავისებური კაცია აღარ მინდა გავაღიზიანო ისევეცებს წავიდა დასაყენებლად წავიდა მეგობრებო მე მივალ ახლოს მაგრამ შეიძლება ვკითხო მაგრამ შეიძლება არ გადავიღო რომ არ გავაღიზიანო მაგრამ ფაქტია რომ დასაყენებლად წავიდა თან ერთად დავიდა ჩუსტებით რომ დადის ახლა რა არის reason, yeah? Yes. So, okay. It's okay. You changed, yeah? No, I tightened it. Tightened it, huh? Tightened, რას ნიშნავს? ლექსიკონში ჩავიხედო. Tightened გავაკეთეო და ინგლისურად რას ნიშნავს tightened? ლექსიკონში ჩავიხედე და tightened ნიშნავს ვალნა. ეთქე გამოცვალე მეთქი არაო თაიდი გავაკეთებოდა რა ვიცი აბა ვკითხო My friend everything will be okay yeah will not be problem yeah How do you pay? Cash I will give you cash You need a receipt? No how much $65. Okay გადაუხადე ცოტა თავისუფლად ეს კაცის ნერვიულს little bit strange guy თავისებური კაციაო და არა უშავს. განასვლი წადიო და წავარ მეც უკანასვლი რა ვიცი. რესიტი გინდაო არაო და $65 გამომართვა. მეთქი იმუშავებს მეთქი იესო მითხრა და რა ვიცი ხე ზაში ნახოთ რა იქნება. გავიდეთ ახლა უკანასვლი და კი მინდა ამერიკელთან საუბარი, მაგრამ რო არ მოდიხარ ჩემთან საუბარში. რა ვქნა. თავისებური კაცი როა ეს ფაქტია. რა გინაოდ 15 წუთში $65 გააკეთა. ნახოთ აბა გზაში როგორ გამოამჟღავნეს ეს ჩვენი აკრიშკა. საბურავი. როგორ მოვასწარი მთელი რიგი დადგა. რავალ ასეთს. ჩემ ახლა ეს მანქანაც მოვიდა, იმიტომ ძალიან ბევრი რიგებია სხვაგან და რა ვქნათ ახლა ბრაზიანი კაცი იყო, მაგრამ საქმე გააკეთა.
განსხვავებულია. ამინა ესეთი პატარა საამქრო საქართველოში და ნახე რამდენი ამუშაობა. რა დაჯდება ახლა ამის გაკეთება. ოპა, ეს აიდან შემომიძრა. ნიუ მეხიკო. აი წავალი ხა ამ იმას გავაწმინდა რა ქვია შუშებს. და გავაგზელებ გზას. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ცოტა გრძელი ვიდეო გამოგვივიდა, მაგრამ ნუ ასე თუ ისე რაღაც შემეცნებითია რა. ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს. და პრობლემებმა არ შეგაწუხოთ. მე კიდე აგერ შევარ. მომოვალ იმედია საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. და დამოვიწყდა. იმან მოიგო, ვინც იტყვის რომ $65, ვინც პირველს იტყვის, ის არის ჩვენი ციგნის ვიქტორინის გამარჯვებული.